თქვენ იცით, რომ როდესაც გადავდივართ სამშობლოს თემაზე, ყველაფერი იწყება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში იწყება ყველაფერი დედა ღვთისმშობლით და დედა ღვთისმშობლის ერთობის განუყოფელი ნაწილი არის კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ეგრე რომ დღევანდელი ჩვენი თემა არის კვართი და სვეტი ცხოველი, იგივე მე-17 გასაკვეთი. ეხლა აქ ეს ისტორია თქვენ მრავალჯერ გაქვთ მოსმენილი, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირი, ასე თქვათ, დასაბუთებით წარმოგიდგენთ, მე წაგიკითხავთ, აი ის სცენარი გაკეთებული რომ გქონდა მხატვრულად, რის საფუძველზეც გქონდა გაკეთებული, აი მეცნიერული წყაროებზე დაფუძნებით, ფაქტობრივად ჩვენ ამას გავეცნობით და ეს შეიძლება ითქვას ჩვენი თემაა, ჩვენი პირველი თემაა კვართი და ჩვენთვის საყვარელი თემაა და მოკლედ მე თუ მკითხავთ, ასეთი წელი არ უნდა გქონდეს პედაგოგს, რომ საგანგებო გაკვეთილი არ მიუძღვნას მას და ამიტომაც მოკლედ ეს უნიშნელოვანესია ქართველი კაცისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ დედა ღვთისმშობელს, როდესაც წიაღში უკვე ყავდა ჩვენი მაცხოვარი, დაიწყო ერთგვარი სამზადისი და დაიწყო კვართის მოქსოვა. ეს ზეგარდამო იყო წერია მოქსოვილი, ანუ ღვთაებრივი ძალით შექმნილი, ისეთივე შეიძლება ითქვას ღვთაებრივი ძალით, როგორც ქალწულმა მარიამმა შვა და დარჩა ქალწული. ეს რა თქმა უნდა ყოვლად შეუძლებელი ადამიანისგან, ესე იგი ზეგარდამო ძალით მოხდა. ასევე ზეგარდამო ძალით მოხდა ამ კვართის მოქსოვა. იცით თქვენ, რომ მას არ ჰქონდა ნაკერი, ამიტომ ერთიანი ქსოვის შედეგად იყო შექმნილი და ამიტომ ეწოდება უკერველი კვართი, აი ესეთი სახელი. გარდამოცემის მიხედვით იესო ქრისტეს ზედემოსა და ზედ ეზრდებოდა 33 წლის განმავლობაში და ეს ცნობილია, რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე აცვეს, გახადეს ეს კვართი და ოფიციალურად წერია სახარებაში, რომ წილი ყარესო. ხო და იმის სახარებაში აღარ წერია კვართის ბედი, ანუ საწავი და ის ერგო წილისხმის შედეგად და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ ეს უკვე ვიცით, რომ ჩვენ უკვე აქედან ვიწყებთ მოკლედ კვლევას. ეხლა იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდან თქვენ იცით, რომ მცხეთაში იყვნენ ერთი ნაკადი ებრაელებისა დასახლებული, მცხეთელ ებრაელებს უწოდებდნენ და მცხეთის გადასწრევ არის კიდე სოფელი კარსანი და კარსნელები მათ ქვიათ. ესე იგი, ასე წერია, რომ ჯვარცმისას, აი როდესაც ებრაელებმა აითვალწუნეს იესო და გადაწყვიტეს დაესაჯათ უკიდურესი სიმძიმით, მაშინ წერილები გაუგზავნეს მიმობნეულ ებრაელთა წარმომადგენლებს სხვადასხვა ტომს და მოიწვიეს სინედრიონის ბჭობა, ანუ ებრაელთა საბჭო, სადაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ დაესაჯათ კაცი, რომელიც აცხადებდა თავს ღმერთად. ის ძე. აი ამ დროს ეცნობაში წერია, რომ საქართველოდან გაემგზავრდნენ ელიოს მცხეთელიდან ლონგინოს კარსნელი. ეხლა აქ ერთი ძალიან საინტერესო ცნება უნდა წაგიკითხოთ, რომ როდესაც ხო, მოდი ახლა ვთქვათ რა მოხდა ამ დროს. ისინი გაემგზავრნენ, მაგრამ ეხლა მცხეთაში როდესაც ელიოზის დედამო დაინახა ლურსმნების დაჭედების ხმა, მცხეთაში მოესმა ელიოზის დედასო, ესეც გვიწერია.
შესძახაო, წამოიძახა მშვიდობით მეუფებაო ისრაელითაო, ჰურიათაო, რამე თუ უგუნერებით მოჰყალი თუფალი და მაცხოვარი ყოველთაო. ანუ ფაქტობრივად რა ქენითო ნამდვილი ღმერთი რატო გააკარი ჯვარზეო რა. ამ სიტყვებში დამშვიდობებაც არის, რომ თვითონ ისე იტკივილა ეს ქრისტეს წამება, რომ სული განუტევა და მეორეც, რომ უგუნურებს უწოდებს იმ ებრაელებს, ვინც ვერ შეიცნეთ იესო ღმერთად. და ამით თან გვეუბნება, რომ თვითონ შეიცნო, ანუ თვითონ ჭეშმარიტად აღიარა იესო ღმერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა უნდა წაგიკითხოთ ქართლის ცხოვრება რას გვამც. აი მოდი ჯერ ვთქვათ, თეიმურაზ ბატონიშვილი გვაწვის უმნიშვნელოვანეს ცნობას ელიოზის დედის, სარას და მისი დის სიდონიას შესახებ. მინდა ასევე ვთქვა, რომ სიტყვა სარა აი თეიმურაზ ბატონიშვილიდან გებულობთ ჩვენ. სხვა ნაწერებში ეს სახელი არ გვხვდება. წმიდა სინოდის განჩინებით, როდესაც წმიდანად შეირაცხა სიდონიას და ელიოზის დედა, სახელი არ უწოდებიათ, ანუ ეკლესია მაინც თავი შეიკავა ამ სახელისგან, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თეიმურაზ ბატონიშვილი დიდი მეცნიერია, სახელგანთქმული, მსოფლიო დონის მეცნიერი. ყოველ შემთხვევაში აქ ამის დაწერა ის რომ ამბობ, ჩვენ არაფერი ამით არ ვაშავებთ, ეს მისი მოსაზრებაა თეიმურაზის და აი ნახეთ ახლა რას წერენ აქ. სარა და სიდონია ევედრნენ ღმერთსა მრავლითა მარხვითა, მოღვაწებითა და ლოცვითა, რაცა გამოუცხადოს მათ ღმერთმან, უკვე თუ იგიარს თვით მესია მხსნელი კაცთა. უყურეთ, ესე კი არ უთხრეს, რომ აბა გამოგვიცხადე უფალო, მრავლითა მარხვითა, ანუ მოღვაწეებითა, დიდი შრომა და ღვაწლი გასწიეს ამისთვის. აქ არ წერია ერთი წელი იმახულეს, ერთი თვე იმახულეს, მაგრამ ფაქტია, რომ მოღვაწეებითაო, ანუ ლოცვით ევედრებოდნენ, მოკლედ ღმერთს რომ გაემხილა, რომ იესო იყო მესია თუ არა. და ერთ დღესაც ილოცვიდეს რა იგინი, ცხადად წარმოუდგა და ეჩვენა მათ ქრისტე და არწმუნა მესია ყოფათვისი. ესე იგი, ერთ დღესაცო გამოეცხადათ მათო, ესე იგი ნიშნავს სიდონიას და სარას გამოეცხადათ თავად იესო ქრისტე. ნახეთ რა საინტერესო ცნობაა, რომ ამ დროს ჯერ ქრისტე არ არის ნაწამები ჯვარზე და რაღაც საოცარი გამოცხადება გამოეცხადათ ქრისტე, რომელიც ჯერ იერუსალიმში ამ დროს, იმიტომ რომ წამება რომ დაიწყო მანამდე ხო მაგის მერე უთხრა უკვე რომ არ მიიღო მონაწილეობაო, ელიოს რო უთხრა. ესე იგი რაღაცა ხანგრძლივი ლოცვის შედეგად ამათ მიიღეს ნიშანი ზეციდან და როდესაც უკვე გაგზავნა სინედრიონის ჭობაზე, სარა ეუბნება თავის შვილს, რომ შენ არ მიიღო მონაწილეობა, რამე თუ ის არის მესიაო. აი ამას ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ სინედრიონის ჭობაზე ელიოზი და ლონგინოზი არ მიიღებენ ქრისტეს ჯვარცმას მონაწილეობას, სხვათა შორის მე სულ ვიტყვი ხოლმე, რომ აი როდესაც პილატე გამოდის და ეუბნება, რომ თუო ეს რომ ამბობ ჯვარსაცვიო, თუ ეს ღმერთი გამოვიდა, ჩვენ ხო დავიწყევლებითო და ეს წყევლა ვისზეო, ანუ მე ჩემ თავზე არ ვიღებ ამ წყევლასო და თქვენ რომ ამბობთო, აი ვისზე ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, რომ აქ ქართველები უკვე აღარ იყვნენ, ანუ მცხეთიდან წარმოგზავნილი ებრაელები უკვე აქ სადაც თქვენს რომ ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო, ანუ ფაქტია, რომ იესო გამოჩნდა ღმერთი, იმიტომ რომ აღდგა. დამტკიცდა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი მესია. ესე იგი, ახლა ვთქვათ, ვისზე წავიდა ეს წყევლა და ვისზე არ წავიდა უпростоრად. ვინაიდან საქართველოსდან წარმოგზავნილმა ებრაელებმა არ მიიღეს ამ დასჯაში მონაწილეობა,
როდესაც დაბრუნდნენ, ჩვენი ქვეყანა თავისუფალია ჯვარცმის წყევლისგან. აი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სულიერი დახასიათება შეიძლება ითქვას, სულიერი წარმოჩინა, აი მე მგონი ამ ფაქტიდან იწყება, რომ ქართველი კაცი საქართველოს ჩვენი ქვეყანა ჯვარცმის წყევლისგან არის თავისუფალი. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ბოლომდეც იმიტომ შევინარჩუნებ. ეხლა აქ უკვე ვიცით, რომ როცა ქრისტეს ჯვარზე აკრავდნენ სარამ ცხეთაში გაიგო ჩაქუჩის ხმა და იმდენად იტკივილა, რომ სული განუტევა და სხვათა შორის ედიშერ ჭელიძე პროფესორი მეცნიერი წერს, რომ ეს არის პირველი მოწამეო, ვინც ესე წარმოიდგინეთ ქრისტეს წამება 4000 კილომეტრით დაშორებიდან იმ დონეზე განიცადა, რომ სული განუტევაო ტკივილისგანო. ესე იგი შეიძლება ითქვას პირველი მარტვილი, პირველი მოწამე ქრისტესთვის ამ შემთხვევაში გამოდის მცხეთელი ებრაელი ელიოზის დედა. ეხლა უყურეთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა. როდესაც ელიოზი იერუსალიმში ჩაცულა, გვამცნობს თეიმურაზ ბატონიშვილი ისევ. მისულა ფილიპე მოციქულთან, რომელსაც უკვე ადრე იცნობდა. ფილიპე მოციქულს ელიოზი ანდრია მოციქულთან მიუყვანია, რათა ერთად შეეხვედრებინათ ელიოზი ქრისტესთვის. ანუ აქ უყურე ახლა რა საინტერესო რამე, ესე იგი მას პირდაპირ ვინ შეგახვედრებდა, ან ანდრიას, ან ფილიპეს, ან ქრისტეს. ესე იგი ელიოზი პირველად და მეორედ კი არ ჩავიდა, იქ თავისი საახლობლო ყავდა და ამ ადამიანებს განსაკუთრებით ეტყობა ახლოს იყო ფილიპესთან. წინ ფილიპესთან რომ მივიდა. ხო და აქ შეხვდა თუ არა, აქ აღარ წერია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ისინი, ესე იგი ელიოზი შეხვდა ქრისტეს. კიდევ უფრო საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნის მოღვაწე იოანე გვარამაძე. ელიოზი და ლონგინოზი ყოველ წელს მიდიოდნენ იერუსალიმს ქრისტეს თაყვანსაცემად. მაგრამ იქაურ ურიებს თვალში რომ არ მოხვედროდათ ეს ფაქტი, იერუსალიმში ხშირ ვიზიტებს ვაჭრობით ამართლებდნენ. ეს ყოველ წლივ მიდიოდნენ იერუსალიმს თაყვანისაცემლად ვაჭრობის მიზეზით და დაწვრილებით ჰქონდათ ყოველი ცნობები მიღებული ქრისტეს შობის, ცხოვრებასა და სასწაულებზე. ესე იგი ნახეთ რა ირკვევა. ელიოს ეს ცნობები და ლონგინოს პერიოდულად ჩამოაქვთ, რომ ალბათ ხარების ამბავი ჩამოვიდა, მერე ჩამოვიდა შობის ამბავი, ნათლისღების ამბავი და უკვე მომწიფდა სიტუაცია ეგრე, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ქრისტეს იცნობდა ელიოზი და შეიცნო მასში მესია, მომავალი მესია და ამიტომაც იდგა ასე მყარად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ურიები იერუსალიმში მიღებული იყვნენ ებრაელ დიდკაცობაში. მათი გავლენა და კონტაქტები იყო ძალიან დიდი. აი ეს ახალი ინფორმაცია ჩვენთვის. ეს რა თქმა უნდა ასე დეტალურად აღარ შევიტანეთ სცენარში, იმიტომ რომ გადაიტვირთებოდა, ეს არის უკვე სამეცნიერო, ასე ვთქვათ, ჩვენი შეიძლება ითქვას დასარწმუნებლად და ალბათ უფრო უფროსების თემა არის, სტუდენტებთან თავისუფლად შეიძლება ამ ცნებებზე ვისაუბროთ. აი კიდევ რას წეს იოანე გვარამაძე. მით დაშთა სიტყვა ქრისტეს მოციქულებში და მოწაფეებში, როცა უნდოდათ ხსენება ივერიისა, წილხდომილთ ქვეყანად იტყოდნენ ხოლმე. ხედავ აქ რას ამბობს, რომ ივერიაზე როცა იყო ლაპარაკიო, აი ეს საზოგადოება ვინც იყვნენ, ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანად ამბობდნენ. ესე იგი ფაქტია, რომ ამ ცნობებით გებულობთ, რომ მარტო ჩვენ, ასე ვთქვათ, არ ვამბობთ, რომ საქართველოს წილხვედრია დედა ღვთისა, ღვთისმშობლისა. გავიდა ხანი მე-4 საუკუნეში, მე როგორც იცით, ჩემო ძვირფასებო, იყო საშინელი დევნა ქრისტიანობის
და ეს დევნა რა თქმა უნდა საქართველოსაც შეეხო. აი ჩვენ სამწუხაროდ ეს ისტორიები აღარა გვაქვს. რა ბედი ეწია მერე პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეებამდე რა ხდებოდა კვართის ირგვლივ, რა ხდებოდა მცხეთაში და რა ხდებოდა ზოგადად საქართველოში. მაგრამ ვიცით ასეთი რამ გავიდა ხანი, მეოთხე საუკუნეში ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემობძანდა კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო. აი შეიძლება აქედან უკვე ვღებულობთ. ეხლა ეს ამბავი თქვენ იცით, რომ ღვთისასწაულით და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. გამოიკლიეს მერე ის ადგილი, გაიკითხეს, იპოვეს წმინდა სიდონიას საფლავზე ამოსული ზოგან ლიბანის ხეწერია, ლიბანის ნაძვებიო და მათგან 7 სვეტი გამოთალეს, შეკრეს ძელთაგან კედლები, აღმართეს 6 ბოძი თავთავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მე-7 სვეტს მიუხედავად ბევრი წვალებისა ძვრავერ უყვეს. ანუ ფიზიკურად ვერ დაძლეს, განა იმიტომ რომ დიდი იყო მოცულობით, რაღაცა საკვირველი ძალა ჰქონდა, ანუ რაღაცა ზეგარდამო ხდებოდა. მეფე და მისი მხლებლები სასახლეში წაბრძანდნენ, მოსაღამოდა, უკვე საღამოა. სვეტამ მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. თავის მოწაფეებთან. იცისკრა, ანუ იქ ლოცვა მთელი ღამე მიმდინარეობდა და დილითო ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. ეს სხვა სიდონია არა ურიოთ, ეს უკვე მე-4 საუკუნეში ვარ. წმინდა ნინო ხელ გაპყრობილი ლოცულობდა. ესე იგი გამოდის, რომ ნინოს გარდა სიდონიაღა იყო, დანარჩენი ყველას მიეძინაო. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ანუ ანგელოზი ფაქტია, ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აამაღლა. ახლა აქ აღარ წერია ის სამი სიტყვა რა იყო, რას ნიშნავდა, ეს ხო სულ ყველაფერი ზეგარდამო ძალით არის და ღვთაებრივი მნიშვნელობისაა და სამომავლოდ ალბათ ამაზე ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა ბევრი იკვლიონ და ჩემი აზრით ყველა ცოდნა ბოლოს მოგვეცემა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახით შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა. იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან 2 წყრთაზე გაჩერდა, ანუ სიმაღლეზე გაჩერდა, სასწაულებრივად, ასე ვთქვათ, ჰაერში. ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული, ანუ ჰაერშიო საკვირველად გამოკიდებული. ასე მოგვით, რომ ეს ყველაფერი სვეტი ცხოვლის საკითხავშია, უკვე ჩემო ძვირფასებო. ხოლო ქართლის ცხოვრების მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელუხლებლად დამყარებულა. ანუ ესე იგი თვითონ დამაგრდაო რა, ალბათ იმ ადგილას, სადაც კვართია. ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმაურია განუკურნავს სვეტი ცხოველთან მიახლებას. შემდეგ საწოლს მიჯაჭული, ყრმა სეფეწული ამაზასპანი, ანუ ისიც შეუძლოთ იყო და ფეხზე დააყენაო. ეხლა ეს ამბავი უკვე ჩემო ძვირფასებო ქართლის ცხოვრებიდან არის უკვე ამოღებული, რომ იმხნად ერთ ურიას ებრაელს ერთ მხოლოდ შობილი, ანუ ერთადერთი ძე შვილი მოჰყდომოდა. ყველა სვეტი ცხოვლის სახილველად წასულა. მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე წარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ. აი წერია სიტყვებით. აღდეკ მხოლოდ შობილო ჩვენო, რათა მივიახლნეთ
სვეტსა მას ნათლისასა, რათა ვიხაროთ სხვებთან ერთად. ანუ ფაქტობრივად რომ აღდექ რომ როგორც ყველა ხარობს რომ ამ სვეტის სასწაულებრივი ამაღლებით ჩვენს გავიხაროთ და უცებ თითქოს გაიღვიძაო მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტის ცხოვლიდან წაყვანა მოითხოვა. წარმოიდგინეთ, ესე იგი გარდაცვლილი გაცოცხლდა ბავშვი და სვეტის ცხოველთან წამიყვანეო, ანუ იქ წავიდეთო რა. ყვებოდა რომ ჯოჯოხეთის სუფსკულში იყო ჩავარდნილი. ანას და ცეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც ბაცხოვარი იჯდა დიდებითო. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა, მეწოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისაგან მელმისო გული. მერე კი ანგელოს უბრძანა ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ. ამ სასწაულმა უფრო ააფორიათა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტის ცხოველთან მიახლოებას. მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძველი ცხოვრის ნაწილი, სამსჭვალი და ფიცარი. ესე იგი, როგორც იცით, მერე ხო კონსტანტინეს და ელენეს დროს მაცხოვრის გოლგოთის ადგილი გათხარეს და იქ ხო იპოვეს ეს ჯვართამაღლება დღეს რო წამომართეს. აი ჩვენ ვიცით რომ 4 სამსჭვალი ქონდა, ანუ ლურსმანი დაკრული და გვიწერია ჩვენ საკითხავებში რომ მეფე კონსტანტინემო ვინაიდან გაუხარდა რომ მირიანმა მიიღო ქრისტიანობა, საჩუქრად იოანეს 2 სამსჭვალი გამოატანა საქართველოშიო. ეს მე პატრიარქის ქადაგებიდანაც მომისმენია და პატრიარქი ბრძანებს რომ ერთი სამსჭვალი საპატრიარქოში ინახება, მეცავა სხვათა შორის შეხებული და მეც მინახავს, გადაღებულიც ამაქვს, გამოაბრძანებდნენ ხოლმე ადრე დღესასწაულებზე. და მეორე, როგორც ვიცი, ინახებოდა ასევე საქართველოში და მერე გაიტაცეს ესეც რუსეთში. და მერეო მეუფე დიმიტრის ერთ-ერთ ქადაგებაში რომ ეტლი გადაუბრუნდაო და ეტლი ჩავარდა წყალშიო და სამსჭვალი დაიკარგა მოკლედ. ისეთი სამსჭვალი ეხლა აღარა გვაქვს რა. ან სადმე დაკარგეს, ან ასე წაგვართვეს. მერე უკვე ანუ გამოუგზავნა სამსჭვალი და ფიცარიო. აი ხედავთ, ფიცარი საქართველოში იმყოფებოდა, რომელზეც მაცხოვრის ფეხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი წვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა. მეფე მირიანთან კი ხელსარიელი დაბრუნდა. ეხლა უყურე, გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა, ესე იგი წმინდა მეფე მირიანსო გული დასწყდაო რომ რატო არ ჩამოიტანე ეგ სიწმინდეებიო და წმინდა ნინომ 100 ანუგეშაო. უთხრა რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა, მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. ანა ამით ეთქრა რომ რა სამობო კვართი გვაქვს, აი ამ დროს გაუმჟღავნაო. მეფე მურიევს დაწვრილებით გამოკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადასტურეს, დაამოწმეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი. ხა გაუხარდა რომ აქ სადღაც კვართია. და ამის შემდეგ დაიწყო ეს ისტორიები. ახლა მერე რა ვიცი კიდე. მირიანის ვაჟს რევის შეშინებია სვეტიცხოვლის საბურველისგან არ განძარცვონ, სვეტიცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონ. ანუ კვართი რო არ წაიღოსო, აი ამის შეეშინდა მირიანის ვაჟს რევისო. მის გარშემო ქვიტკირის კედელი აუშენებია. ანუ ამ სვეტზე აი ეხლა იმიტომ ალბათ ეს სქლათ რო არის ეს სვეტი. ესე იგი ქვიტკირის კედელი ააშენა. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო 12 მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულყასიმს გადაუწვავს მე-10 საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ გიორგი პირველის მეფობისას კი კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო, რომ
სვეტიცხოვლის ანგები წმინდა ადამიანია, ჩვენი პატრიარქი. ესე იგი, სვეტიცხოვლის აგების დროს, ვინც იყო კათოლიკოს პატრიარქი, ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იმდენად ღირსეული ადამიანი იქნებოდა. ესეთი წმინდანად შერაცხა ეს შემთხვევით არ ხდება, თქვენ ეს იცით. ასე გახდა საქართველოს კვართის მცველი ქვეყანა, ერთადერთი მთელ მსოფლიოში. უფალმა კვართი ჩაგვაბარა და დედა ღვთისმშობელს მიგვაბარა. ეს უდიდესი პატივიცაა ჩვენთვის და პასუხისმგებლობაც, ზეციური კურთხევაც და საღვთო ვალდებულებაც. აი, ეს ამბავი მინდოდა მეთქვა. ეხლა პატარა გადმოცემები არსებობს სვეტიცხოველზე, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ზეგარდამო მადლს, რომ აქ ღმერთია ჩარეული და დიდი სასწაულები და საიდუმლოებებია მცხეთაში. ერთ-ერთი ასეთი გარდამოცემა უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ, თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდა, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ისაგან განისწავლებოდა. ანუ აი თუ ვინმე იტყოდა, აბა რა ვიცით, აქ არის თუ არაო, ღმერთი მას რაღაც ნიშანს მისცემდაო, ესე ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი განდრეკილობდა რეცა გონებით. ანუ მის გონებაშიც ეს აზრი გაჩნდაო, რომ სვეტიცხოვლის მიმართ უთქვამსო, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვასწინაო. ანუ ეს აზრი გაჩნდა. ერთხელ მეფე სვეტიცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს ძილში თურმე სვეტის თავჯდე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალის მომჭრელი ნათელი გადმოდიოდა. დავით, მიმართ ამან გვირგვინოსას. არ იცი ვინ ვარ? იცოდე, არ ჩვენ და არ სხვას, ვისაც ჩვენ და მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩვენ დამო, რამე თუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო. ხეთ რა მაგარი ძველ ქართულად. გაეღვიძა მეფე, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში სისხლის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო ცრემლით დაალტო იატაკი და პირველთაც სტომათათვის და ურწმუნოებისა შენდობა ითხოვა ღვთისაგან. ანუ მე ჩემებურად მე ამას დაუმატებ ხოლმე, ახლა ბავშვებისთვის რომ უფრო ლამაზად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყოს, რომ მე ასე დაუმატებ ხოლმე, რომ დავით აღმაშენებელმა დაგვიბარა, რომ არ შეეჭვდეთ კვართის არსებობაში. ეთყობა ეს გამორჩეული მეფესაც, ამ გამორჩეული თავგადასავალი კვართზე იმიტომ მოხდა მის თავზე, რომ ჩვენთვის ახლა დავითზე დიდი მეფე მართლა არ გვყავს და დავითის ანდერძს რომ ბავშვებს ვასწავლით, რომ არ შეეწყვეტ, ეს უკვე ესე იგი უფრო სარწმუნოს ხდის კვართის არსებობა და ძვირფასი ჩვენთვის. კიდევ ნახეთ, ასეთი ისტორია არსებობს. მე-11 საუკუნეში თურქების შემოსევისას სულთნის მეუღლეს შაჰრი ხათუნს სიმწმიდის ამოთხრა მოუდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფეფლად უქცევია ღვთისმგმობელი. ვერც თემურ ლენგი და ვერც შაჰ თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად, ხოლო ჩაბ-ჰაბას გაუბედავს და უბრძანებია სვეტიცხოვლის საზირკვლის გათხრა შაჰ-აბასო, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ კრეხელობის ჩამდენი, ანუ ვისაც დაავალა, რომ თქვენ გათხარეთო, აი მათ ცეცხლი წაეკიდათო. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკაძალებით შემოულია გარს, ანუ ერთგვარი თაყვანის ცას. ამდენ სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეკრულების გარანტია მიუციაო. ესე იგი, რომ აღარ დაარბევდა რა სვეტიცხოველი. როგორც წმინდა კვიფრიონე კართაგენელი ბრძანებს, თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე
მიგვანიშნა და შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას აყვევს. ამიტომაც იყო ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას. ამიტომაც იყო რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო. ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ ზამთრის სასტიკებისა, ანუ დიდთოვლობის გამო და დედოფლის უძილობის გამო, ეტყობა მეუღლეზეა ლაპარა მოიცა დედოფლი, ვინც იყო მაგ დროს დედოფალი საქართველოში, მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. ანუ ერთხელ მოხდაო, რომ სვეტიცხოველში რო არ აკურთხეს, ესე იგი სადმე სხვაგან აკურთხეს რა, აი კონკრეტულად რუისის ტაძარში. იმავე ღამეს სახედ მოხუცებული ბერი კაცი ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადღმე სხვაგან. აი ესეც ამხელა ნიშანია გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ. ანუ რო გამოეცხადა თომასწავლებელო, თან უთხრა, რომ ესო უმეცრებით მოუვიდა და მაგიტომ პატიობო. სხვა დროს არ გაპატიებთო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარო აპატიებ შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო. ესე იგი ღმერთი აცხადებს თავის ახლად და თავის საყდრად სვეტიცხოველს უბრძანებია უფალს. აი ჩემო თვითფასებო, რამდენი ახალი ინფორმაცია შევიძინეთ. ეხლა ეს ჩვენ რომ პედაგოგები ვართ, მაინც ალბათ ჯობია რომ ასე მხატვრული ვარიანტების გარდა მეცნიერული ვარიანტებსაც ვიცოდეთ, რომ ზუსტად როგორ ინფორმაცია. ხლა როცა მხატვრულ ლიტერატურულ კომპოზიციებს გვაქვს, იქ უფლება გვაქვს, რომ ჩვენ რაღაცა მხატვრული ვიხმაროთ, ბავშვებისთვის უფრო შთამბეჭდავი რო იყოს. მაგრამ აი როცა კონფერენცია, როცა მსჯელობთ, როცა ამა თუ იმ თემაზე მიდის მეცნიერული მტკიცებულება, იქ აუცილებლად ოფიციალური არსებული ხელნაწერებით უნდა ვისარგებლოთ, აი რომელიც მეც აგიკითხეთ, ეს ჩვენი მეცნიერები არიან. აბა ეხლა ცხეთას დაუთმოთ სიტყვა, იმიტომ რომ ცხეთაშია სვეტიცხოველი და ცხეთაშია ყვართი და მამა ზაქარიას და გივის უსმენთ. აღმშვიდობის. კიდევ ერთხელ. ეს ინფორმაცია ლექსო მასწავლებელო, რაც შეეხება ელიოს ცხეთელის ჩასვლას იერუსალიმში და წინასწარ და ასე ცნობადობასთან დაკავშირებით არც გამიგია, არც ამიკითხავს და ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ შესაძლოა ელიოს ცხეთელს იესო ქრისტეს ცოდნა დაახლოს და შეხვედრები ყოფილიყო. ასევე კარგად ბრძანე, რომ მოციქულებს ესე ადვილად ვერ შეხვდებოდა, ხო? ესე ადვილი არ იყო ეხლა რომ დაურეკავდა ვინმე შეხვდები და თუ შესაბამისი გავლენა არ ქონდა მაღალ წრეებში, ვერ შეხვდებოდნენ, ხო? როგორ შეიძლებოდა იესოს მოციქულებს ესე ადვილად შეხვედრიყო ვინმე. და ამით აისახება, რომ ცხეთელ ებრაელებს იერუსალიმ ებრაელებთან დიდი გავლენა ჰქონდათ, ფაქტია ეს. ეს პირველად გავიგე მე თქვენთან. ფაქტია, რომ ცხეთა არის და სვეტიცხოველის მსოფლიო დედამიწის შუაგული, ხო? და ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვაფასებთ, სადაც ვართ ჩვენს სიმდიდრეს და საზოგადოებრივ რომ მივდივართ ხოლმე პატარა რაღაცას ისი აპიარებენ და ჩვენ კიდევ უფლის კვართი გვაქვს. უფლის კვართი ყველაზე აღმატებული და ბევრმა ერმა არ იცის და ბევრმა მომლოცველმა არ იცის, ხო? ბევრმა ქართველმა არ იცის, ხო და აი თუნდაც იმ დღეს ღვიმლობის დღე რომ იყო, მე 6 კლასში ჩავატარე. და ისე კითხვა დავსვი შემთხვევით შიომღვიმელი იცით მეთქი ვინმე, ხო? და სად არის მეთქი და
20 ბავშვიდან ვერც ერთმა ვერ თქვა. ხო და მე გავახედე ფანჯრიდან კარგად ჩანს. მე-6 კლასის ფანჯრიდან კარგად ჩანს შეობღვე. ხო და აუხსენი აგერ კლდეებს ხო ხედავთ მეთქი ბავშვებო. კი ვხედავთ რომ ხო და მაგის ძირშია მეთქი. ზოგმა მithქვა ჯავახეთშიო, ზოგმა სვანეთშიო და ძალიან დამწყდა გული რა. მე დაბრიგებას ვუთხარი რომ აუცილებლად უნდა წაიყვანოთ მეთქი ექსკურსიაზე. ხო და ბევრი ქართველი ვერ აფასებს ჩვენს სიმდიდრეს. Mama Zakari აბა დაგვერთეთ აბა ისეთი ბეჭდით ვიდა წარეში თორე ბავშვი მოკლედ უსმენდი მე ლექციას რაღაცა პერიოდი გაითიშა მე ისე შემოვედი და ძირითადად მოусვინე მოკლედ ალბათ ეს ინფორმაცია ჩვენ რაღაც დონეზე ვიცით და თქვათ ვინც მოძღვარია თუ ვინც ვისაც ეკლესიასთან შეხება აქვს და კარგია ეგ რომ ჩვენ ვიცით მაგრამ უფრო ჯობია რომ აი როგორც ახლა გივი თქვა რომ ყველა მიცოდეს ახლა მე რომ მოუყევი საბერძნეთში ერთ-ერთ მოძღვარს კვართის შესახებ ესე გააკეთა რაო ესეც სახე ქონდა რა საბუგაც ეგეთი რამე გაქვთო და რატო არ აპირებთო და რატო არ ამბობთო რატო არ ვიცითო ჩვენო მოკლედ ხო და მოკლედ არის ისეთი სამწუხაროდ არის ისეთი შემთხვევები ზოგადად როცა არის მხოლოდ ესეთი გარდამოცემის დონეზე რო იციან და რაღაცეები და აი მაგალითად ერთი და იგივე ისტორია მეორდება თქვა ყველა ქვეყანაში ხა რო რუსეთში ახლა ყველა ქვეყანაა და ეგ ამიგია რომ რუსეთის მოსახლეობის რაღაც ნაწილმა იცის რომ ეს კვართი არის რუსეთში სადაც მათ ასე გონიათ ყოველ შემთხვევაში აი არის კიდე სხვადასხვა რაღაც თქვათ წმინდანების თქვათ წმინდა ნაწილები სიტყვაზე აი საფლავე ზოგიერთი ამბობს რომ აი აქ არის ვიღაც ამბობს იქ არის და ანუ ეს პატრონზე გითხეს რომ ეს არის თომა მოციქულის ჩვენ ხო გვაქვს თომა მოციქულის თავის გალე მაგრამ ნახე პატრონზე ამბობენ ჩვენ გვაქვს კიდე არის სხვაგან რომელიღაცა ქალაქში ისინი ამბობენ ჩვენ გვაქვს არის ესეთი შემთხვევები და ნახეთ ანუ ამას რატო ამბობ იცი მნიშვნელოვანი არის ზოგადად აი ეს ისტორიული ფაქტები რომელიც არის თქვა დადასტურებული სხვადასხვა ისტორიკოსის მიერ რომ მაგალითად ესე იყო ესე გარდამოცემა ხო ან ისტორია არის ზოგადად ისეთი მეცნიერება რომ არ არის რა თქმა უნდა 100%-იანი ხო ნუ თუ შენი თვალით არ გინახავს მართლა და პირდაპირ ან 100%-იანი ყოველთვის ფოტო ვიდეო მასალა რომელიც არის ახლა თქვა გადმოცემული და ან ზუსტად სადაც დაესწრო ადამიანი და ნახა ხო მემატიანი ასე თქვა იმ ფაქტების აღწერილი რომელიც თვითონ ესწრებოდა ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული ისტორიები რომელიც არის ასე თქვათ გარდამოცემა და ვერ ვადასტურებთ ამის თქვა მინდა ხო არის ზოგჯერ შემთხვევები მაგრამ ახლა ამდენი თქვათ ამდენი ადამიანი ამდენი ფაქტი ამდენი ვარაუდი რაღაცა ერთმანეთს საბოლოო ჯამში ემთხვევა ხო და ესე იგი სხვა კონკურენტი ამ კუთხით ამ მიმართულებით ამ თემაზე არ არსებობს ესე იგი გამოდის რომ სიმართლეა ყველაფერი ხო ნუ იმაზე ჩვენ არ ვაპარაკობთ რომ იჭვებარება თქვათ კვართის საქართველოში არსებობაზე მაგრამ აი
გულისხმობს იცი რომ აი ჩვენ დაუმტკიცოთ სოფლიოს რომ ჩვენთან არის და არა მაგალითად რუსეთში ეს არის მნიშვნელოვანი ახლა დღეს რომ ჩვენ მოусვინეთ ამასინათ რომ დაწმინდელში რომ ის რო იყო კვაშილავა ხო ისა გია კვაშილავა ხო ანუ რაღაცა აი იმდენად ესე თქვათ ჩემთვის დაუჯერებელი რაღაცები გავიგე რომელიც არც ისტორიაში მომისმენია და არც არავისგან გამიგია ნუ რა ყურბოკით ახლა რაღაცები გავიგია ჩვენ ხო რომ თქვათ ქართველები ვართ ის დაუმავლები და ქალდეველები ახლა რომ დავიწყეთ ჩვენ ამაზე საუბარი ზოგადად ხო ახლა ხანს დავიწყეთ არ ვიცი ახლა ჩვენ დროს ისტორიაში ეგ არის სწავლებოდა და ნუ ჩვენ დროს მოდი ასე ვთქვათ იქეთ კომუნისტურ პერიოდში მაქსიმალურად იყო შეზღუდვა ანუ ქართველი კაცისთვის რომ ქონოდა რაღაცაზე წოდომა რა ქონოდა ცოდნოდა თავის ისტორია ელემენტარულად ისე როგორც არის ახლა გამოდის რომ ჩვენ ხელახლა გვიწევს კვლევა ხელახლა გვიწევს აღმოჩენა და ფაქტების მოძიება იმისთვის რომ დაუდასტუროთ სოფლიოს რომ ასეა ჭეშმარიტად არ უნდა ანუ ერთია რომ არ უნდა გავჩერდეთ უნდა ვიკვლიოთ და ეს ამას უნდა გავუკეთოთ მოდი ესე ვთქვათ ეს პიარი ხო ანუ რაც არის ხეს თანამედროვე სიტყვა ხო აი რომ ყველას გავაგებინოთ რომ ასეა და ბოლოს და ბოლოს პრეტენზია არ ხონდეს ვინმეს რომ იცი რა ჩვენთან არის თუ იქ არის და ყველა მიცოდეს რომ აქ არის და მოვა დრო ყველა მაინც აქ საბოლოო ჯამში შვედი ცხოვრობს ყველა აქ წამო ნუ ახლა როგორც ქართული ენა ხო თქვი ასე სამბობდი და არა თქვენ ბრძანეთ და მე ვიტყვი ხო ნუ მე ახლა ესეთი ისა მაქვს ჩემში წარმოგენაში რომ როგორც ახლა დამარხული არის როგორც ლაზარეო ქართული ენა და ქართული ზოგადად ასე ვიტყოდი საქართველოს შესახებ და ქართული ასე ვთქვათ საიდუმლო არ არის ბოლომდე განცხადებული და დამარხულია რაღაც დრომდე ხო როგორც და მე აღმოჩნდება ყველაფერი და ალბათ ასეა საჭირო რომ ასე იყოს ცოტა ხანს მაგრამ ნახე მე ხრაში ვხედავ აქ მას რა ქვია ის რა ანუ ჩემი სიხარული რაშია და ისა იმედი რომ აი ჩვენ დავიწყეთ უკვე ლაბარაკი ხა ნახე ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე ლაბარაკი დავიწყეთ ლაბარაკი ეგერ ახლა შენ უკვე კვლევებს იწყებ ეგერ ვიღაცა დაგემატა იქ მან ეგერ ყვაშილავა მის თქვა ისა და უკვე ნელ-ნელა ეს უკვე ასე ვთქვათ გაიგავს ფესვებს და მიხვდება საბოლოო ჯამში ყველა რომ ის რაც თქვათ ყურმოყრით იცოდა თუნდაც იმყოფილა დადასტურების მომენტია მიხვდი ლექსო რომ აი დავადასტუროთ ამას გულისხმობ მეც არ არის ხო და მე რა ვიფიქრე მამაო ალბათ მე სამეცნიერო კონფერენციები გჭირდება ამაზე რომ უკვე მეცნიერულად რომ წარმოვადგენთ ეს აქ წერია ეს აქ წერია ეგ სხვანაირად იწერება ეხლა მე ესე კი მიწერია მაგრამ ესე კი არ უნდა იყოს მეცნიერული მტკიცებულება ამადამ წიგნში აი ამადამ გვერდზე წერია ესა და ეს უნდა წავიკითხო და მე აი ხო მე მამა დიმიტრემ კურთხევაც მომცა ეხლა გამახსენდა რომ კარგიაო ეგ კვარცე რაც აქვს ნაკვლევი ბროშურად გამოვცეთო რომ ხალხმა გაიგოსო აი ესეც გასაკეთებელია მე დაველაპარაკები ახლა ჩვენებს შეიძლება კონფერენციას გაკეთებთ ბატონი ნუგზარი მოგვეხმარება თქვენ ჩაებმებით იქიდან ცხეთელები და მოვიწვევთ აგერ ედიშეთ ჭელიძეს მოყვანა შეიძლება ჯერ ხო შეუძლია მაგას კიდე რომ ხო მაგას არაჩვეულებრივი შრომები აქვს შეიძლება ითქვას ყველაზე სრულყოფილი კვარცე რა იმ გაოგნებული ვარ კვარცე კონკრეტულად მაგის შრომები კიდე აღმოჩნდება რაღაც ბოლო შრომა მე მაქვს მაგის ბოლო შრომა კვარცთან დაკავშირებით დასაბუთებით თქვენ მითხარით სად მიდევს ვერ ვიყიდე თქვენთან არ არის
ეხლა მე მამაო რა წავიკითხე პირადად, აი თქვენ რო თქვით რუსეთში არისო, მე ექთებით ვიყავი დაინტერესებული და საგანგებოდ წავიკითხე მიხეილ თამარაშვილის დიდი ტომეულები იყო. ახლა იმის მიხედვით რა ესე დიდი მეცნიერია ეს განთქმული, თუმცა კათოლიკობა მიიღო მერე და ეს დარღვევები აქვს, მაგრამ როგორც მეცნიერი დიდი ავტორიტეტი აქვს სოფლიო მეცნიერებაში. ეგ რას წეს? რომ ერთ-ერთი ვერსიით რუსები როგორ ყვებიან, მოკლედ რა. როდესაც ჩაჰაბაზმა გაძარცვა საქართველო, მაგის ვერსია ასეთია, რომ უნდათ კვართის ამოთხრაო, რომ პატივისცემით რუსეთისთვის, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნისთვის, რაღაც პოლიტიკურად ჭირდებოდათ. ხო და ეგ იძახის, რომ ვერ მოთხარესო ისო, მაგრამ საკურთხეველიდან აუღიათ სხვა სამოსს, რაღაც სხვა. იფიქრეს, რომ იმათ რა იციან ახლა რომელიაო და რომ ისუნან ამ სამოსზე უთქვამთ, ოღონდ რა სამოსია ჩვენ არ ვიცით, აი ეს არის კვართიო, ქრისტეს კვართიო. ხო და რუსებს ასეთი აუტარებიათ, რომ ერთ-ერთი მათი ბოიარი თავადი იყო დაკრძალული ამ ცენტრალურ ტაძარში და მოდიო ამას შევახოთო და თუ კვართიაო მოხდება სასწაული და გაცოცხლდებაო. მოკლედ შეახეს კვართიო ეს სამოსი, ესე იგი სპარსების ნაჩუქარი რუსების მიმართ ეს სამოსი და გაცოცხლებულა რა, მიცვალებული. ხო და იმათ ვინაიდან გაცოცხლდეს და ვინაიდან სპარსებსაც ეს უთქვამთ, ხო, დღესაც გონიათ რომ კვართია. აი ესეთი ისტორია უწერია თამარაშვილს. ეხლა ამის მოძებნად შეიძლება, ხო და კონფერენციაც ეგ იქნება, ვიღაცა შეიძლება სადღაც დამუშავებული აქვს ეს თემა, ჩუმად სადღაც ადევს და გამოვაცოცხლოთ. თუნდაც ჩვენი ბავშვების მონაწილეობით შეიძლება ის ავტორები ვნახოთ, დავეკითხოთ, მასალებს მოგცემენ. აი კაი თემაა რა, აი მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვინაიდან ამ თემას მოვკიდეთ ხელი, იქნებ ღმერთი გვავალებს, რომ აი ეხლა მაგალითად ნანა მასწავლებელს რო დავავალოთ რაღაც თემა რა დონეზე მოამზადებს, ხო წარმოიდგინეთ მეცნიერულათაც იქნება და ჩვენ შეგვიძლია ჩემი აზრით ბატონი ნუგზარი არაჩვეულებრივი მეუფე ანანიას ნახავთ, ჩავაბათ ეს ძვირფასი ხალხი, ვინ ჩვენს ირგვლივ არიან, შეიძლება მეუფე ეფრემისგანაც ავიღოთ ამაზე კურთხევა და მოკლედ ვიფიქროთ ამაზე რა, შეიძლება კვართზე აი კონფერენცია გაკეთდეს და მე ეს ჩვენი მოზიდული ინფორმაციების წყაროები ყველაზე მნიშვნელოვანი ეს წიგნად გამოვცეთ როგორც ჩვენი კონფერენციის დასკვნა. აი მე ვფიქრობ ასეთ ეგ სამომავლო საქმეა და მე რას ვიზა ვიცი, მე ერთი შემახსენე და გამოვქეკავ იმ წიგნის სადმიდებს ვეღარ პოულო. ხო და გადმოყალაგებ წიგნებს და იმედია შევხვდება ედიშა ჩელიძის ეს ნაშრომები კვართთან დაკავშირებით ძალიან კარგად აქვს და მთელი სკოლიოებით აქვს და საიდან აქვს მოძიებული იქ ერთგვარი ლექსიკონი ეგ რომ აი რომელი ნაშრომებიდან აქვს და მე აქედან უკვე მიმართულება გექნება რომ აი დასკვნითი ანუ დადასტურებითი მომენტი რომ რომელი ისტორიული წყაროებიდან აქვს ამოღებული ყველაფერი ესენი და მარტივი იქნება კი მუშაობა დაჭირდება მაგრამ ну არ არის ძალიან დიდი წიგნი როგორც მახსოვს ესეთ რამდენიმე ალბათ ერთი 100 ფურცლიანი დაახლოებით არც ხო და შეიძლება ცოტა მეტი ცოტა ნაკლები ანუ კარგად არის იქ მე წაკითხული მაქვს ეს და კითხულობდი ოღონდ ცოტა რთულად გასაგებია რა კუთხით იცი ანუ წერია მამაო სათაური და აქვს ამას არ მახსოვს კაცო სადღაც მიდევს ის ციგნი და მიდი თქვენ ისაუბრეთ და შეიძლება ახლა ვიპოვოს ფაქტიურად ლექსომასწავლებელო ედიშა ჩელიძის და მიხეილ თამარაშვილის ნაშრომი განსხვავებულია ხო ერთმანეთში აცდენილი გამოდის არ უშლის პირიქით ხელს აი უყურე მიხეილ თამარაშვილის ნაშრომი ჩვენ რაში გვეხმარება ბატონო გივირო რუსებს რო გონიათ რომ ეს კვართია ეს არ არის კვართი ეს რაღაც სხვა სამოსია რომელიც მათ საკურთხევლიდან მოიპარეს უბრალოდ იმათ რა იცოდნენ რა იყო და
იმა თავი გამოიჩინეს, რომ კვართიაო რა ქართველებს მოუპარეთო. აი თამარაშვილიდან და ეს ჩვენ გვაწყობს ეს ინფორმაცია. ეხლა უყურე მარტივად გეტყვით, აი ეთო მასწავლებელმა თქვას, ეხლა ჩვენ კვართი რო იქ არ იყოს, ამას ხო გულით ვიგრძნობთ ჩვენ. როგორ აბა თამარი გულს რვადებს ხოლმე, როგორ არ იგრძნობდა, იქ თუ აღარ არის ის მადლი, არ არსებობს ჩვენ არ რატო გულში წინაც ვიყავი ლექსოვასწავლებლო და დავადე. ო და არ არსებობს. ხალხი კი გაკვირვებით ვიყურებელ ხოლმე, მაგრამ მე მაინც იმას ვასრულებ. ღვიის ცეცხლი წითელი, ღვიის დაიფარფლება, ბიჭს ეშლება ბალანი და ქოხს უნდა გაფრენა, ქვაღვენთება ბუხარში, ჩუმად ღვიის ნაცარი. ნენი ბიჭი კითხულობს, ჭადზე ჯვარი რადარი. იმ პერიოდში აჭარაში ქართულად ლაპარაკის სიკვდილის ტოლფასი იყო. იმის საშიშროებაც კი შეიქმნა, რომ მშობლიური ენა სრულ დავიწყებას მისცემოდა. და აჭარელმა დედებმა ამ უკიდურესი სიდუხჭირის ჟამს ქართული ენის გადასარჩენად შექმნეს საიდუმლო დამწერლობა. დედაბრული ხელნაწერი. ეს არის ქართული ანბანი, რომელსაც შეცვლილი აქვს მიმართულება. ზოგი იწერება მარცხიდან მარჯვნივ, ზოგი იწერება საწინააღმდეგო მიმართულებით, ზოგი ასობგერა თავდაყირაც დგანა, მაგრამ შრიფტი არის ქართული. ქართველ დედებს ეს საიდუმლო ანბანი სოფლიდან სოფელში დაჰქონდათ. ქალებს ასწავლიდნენ და სთხოვდნენ, ეს ცოდნა შვილიშვილებისთვის გადაეცათ. ამ საიდუმლო დედაბრული ხელნაწერის წაკითხვა ვერ შევძელით. ერთი კი ცხადია. სამასწლოვანი საშინელი ტანჯვა წამების მიუხედავად, საქართველოს ხერხემალი, მამული ენა სარწმუნოება, მაღალღირსეულმა აჭარელმა დედებმა და მამებმა ჩვენამდე მოიტანეს. და დღეს მიმდინარეობს მათი აღდგენა აღორძინება. დაფიქრდით აბა ბავშვებო, 300 წლიანი ბატონობის დროს ყველაფერი გააკეთა კაცმა, რომ აჭარა დაბრუნებოდა საქართველოს. თქვენში უნდა აღიზარდოს ისეთი ახალგაზრდა, ისეთი პატრიოტი, სულიძლიერი ქართველი, რომ საკუთარი სიცოცხლეც კი გასწიროს, თუნდაც ქვეყნის გადარჩენისათვის. მაგალითი სელიმ ბეკ ხიმშიაშვილი, რომელმაც თავი დასდო და უთხრა მტერს, ჩემ თავს კი აცლით ტანს, მაგრამ აჭარას საქართველოს ვერ მოაცლილება. აი ეს არის ყველაფერი. ერთ ძირვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც იდით გულე რომ ამფერი აჭარელი ყავდი განა. მოწყალე ღმერთი ერთია ხანწვიმა ხანდარი. დილა იყო მზე თვალებში ამოვიდა. გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს. ნენა იდგა იქვე როგორც ქრისტიანი დასხვის ღმერთს ელოცულობდა ნენე. უყურებდა ხუდები თუ რა რისკი არის. ქრისტე აღსდგა გააყოლო გავლელს ბაბა კოცონ სულს, სულივით უბერავდა და ლექსივით იწყებოდა კვამლი. შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა და საუბარს უძებნიდა საბაბს. ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო გეხვეწები ნუ დამიშლი ბაბა ნენე ცრემლებს ერეოდა და კოროშინს იფარებდა კაბის. ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავ და სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი. მოემზადე ხვალ მეჩეთში წიგი ყვანდა შეგილოცენ მერე უკეთი არ ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ თუნდაც ჭიშკარი არ და უკეტია ბაბას ღმერთო ერთხელ ისიც გავიგონე ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია ზედმეტი აქვს შვილებს ჩემი შიში შემდეგ სეფსე დაისვენა და ტკივილით შეერია ხმაში სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი და არ მინდოდა დაენახა რომ მე ჯვარი მქონდა. ამიტომ გულში ვიმალავდი, მაგრამ ერთხელ შეამჩნია და ჩემმა არაფერი არ უთქვია ხუთაშორის არ გამიბრაზდა, გამიკვირდა კიდევაც. სანამ კარგად გავიცნობდი ქრისტიანობას, სანამ რო შევისწავლე და გავიცანი, უკვე იქ თვითონ მივიღე გადაწყვეტილი მშობლების ჩუმად მოვიდა. ფარულად მოვინათლე. ფარულად მოვინათლე. შენაჩემი და მამაჩემი არიან მუსლიმანები, ემსახურებიან მუსლიმანურ სამყაროს
მე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები მონათლულები ვართ, მოსახურებით ქრისტეს გზას მივყვებით. და ჩემი ოთახში შემოვიდა და მეუბნება რომ ხატი მონათულა გინდა? მე დავფიქრდი, მინდოდა მე თქვა რომ კი ძალიან მინდა მონათულა, მაგრამ თანაც ვერ ვბედავდი, იმიტომ რომ დედის მერიდებოდა როგორ მე თქვა რომ იცი რა, მე არ მინდა მუსლიმანობა, მე მინდა ქრისტიანობა, ამას ვერ ვამბობდი. ხო და ბოლოს უთხარი თავი შეღვნა და კიდე და მე მინდა რომ ქრისტიანები ყო მეთქი. აი დღესაც მეუბნება ხშირად რა, ეს ჩვენი მკვიდრი ხალხი და ჩვენი ახლობლები რატო უღალატე მუსლიმანობას. ну ჩვენ ასე თვითონს ვცხოვრობ, თქმა უნდა, უღალატე ჩვენ დავიბულოთ, ჩვენ ხო წაგვართოს რა. აი ამ ტაძარში, ამ საოცარ ტაძარში, ძალიან დიდი მადლის მქონე კედლებში ყოველ ღამე 12 საათზე, 2 საათზე, 3 საათზე ღამის თევას კი ვახერხებდით, რომ მოგვენათლა ის ხალხი, ვისაც უნდოდა მამა პაპისეულ სარწმუნოებასთან მიახლება, დაბრუნება იმ ძირძველ ფესვებში. წყალი თავის კალაპოტს არ დაკარგავს. ჩვენი კუთხეც აუცილებლად წინაპრების სულს შეუერთდება და მათ რწმენას აუცილებლად დაებრუნებს. დედიკონა, დედა ღვთისმშობელი, სოფლიოს დედა, მარტო ჩვენი კი არა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი. და ის უნდა ყოფილიყო იერუსალიმში, სოფლიოს ცენტრში. და შენ მაგივრად ანდრია გააგზავნე და შენი ხატი გაატანე. და ამის შემდეგ აგზავნის დედა ღვთისმშობელი ანდრია მოციქულს, თავის ხელთუქმნელ ხატს და ადანს მოციქულებს სიმონ კანანელს და მატათიას. აცხოვრე უბალო ერი შენი, დაგურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსაზე და ღვთივდა სულს ერსა ჩვენს ამოანიჭე. პირველი საუკუნის 38 წელია სოფლიო წარმართობაში დუხს და იძირება წარმართობის ასე ვთქვათ უმეცრებაში და საქართველოში ანდრია მოციქული პირველ ტაძარს აგებს. ეს არის პირველი ტაძარი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპულ სივრცეში და თუ ჩვენ გვეტყვის რომელიმე ქვეყანა, გინდა დასავლეთი, გინდა აღმოსავლეთი, გინდა ჩრდილოეთი, გინდა სამხრეთი, ჩვენ რამეს გვეტყვის, ჩვენ ასე ვეტყვით, როცა თქვენ ჯერ კიდევ წარმართულ სიბნელეში იყავით, ანდრია მოციქულმა ჩვენთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ააგო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შემოგვისვენა. დაწმინდა სამგროვასა შენსა სიბნელეში ჯვარი დავდგით და ამ დილით რომ მოვედით, ერთი რამე გასწორება აღარ უნდა არაფერს ჯვარს, ისეა გასწორებული და ჯვარი რო აღიმართა, მე იყოს აუცილებლად რომ ყველა მთელმა მოსახლეობამ ტაში შემოხრა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. საქართველო აღსდგა. აგახაროთ ღმერთმა. ნამდვილად ასე იქნება წმინდა ანდრია მოციქულის ლოცვით. უფალი და დედა ღვთისმშობელი აღადგენს ივერიას, იმიტომ რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიკვდილი. ეს მისი მოწყალება, არა ჩვენი დამსახურება. დიდება და მადლობა დედა ღვთისმშობელს. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. წმინდა ანდრია პირველწოდებულს, დედა ეკლესიას და ყველას თქვენ.
ხარ წესით უნდა ტიროდე შენ კი მაინც მღერი ხარ სადაც ხელს ჩაიქნევდა ღვთის სხვა შთამომავალი შენ სიმღერით უპოვე წყლულს ღვთიური წამალი Amin.